მოგესალმებით. რომელიმე თქვენგანისთვის კრაზანას თუ უკბენია როდისმე. ჩემთვის კიდე ეს ძალიან მტკივნეულია. მაგრამ კრაზანის ნაკბენით გამოწვეული ტკივილი არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რაზეც ამ ვიდეოში ვისაუბრებთ. ანესთეზიის გარეშე ჩატარებული თვალის ოპერაციიდან დაწყებული, მსოფლიოში ყველაზე შხამიანი მცენარის დასუსხვის ტკივილით დამთავრებული. მოკლედ, ყოველგვარი ზედმეტი შესავლის გარეშე დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ტკივილზე. ყველაზე საშინელ ტკივილზე, რაც კი შეიძლება ადამიანმა ოდესმე ცხოვრებაში განიცადოს. ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. დასაწყისში კი გამოიწერე არხი და ეს ვიდეო წინასწარ დაალაიქე, რომ ბოლოს არ დაგავიწყდეს. ასე რომ დავიწყოთ. ტკივნეული ოპერაცია თვალზე. რა თქმა უნდა, დროის მანქანა რომ არსებობდეს, ეს ძალიან მაგარი რამ იქნებოდა. მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში უარსებია ისეთ პერიოდები, სადაც მე პირადად არასდროს ვისურვებდი ცხოვრებას. მაგალითად, მე-18 საუკუნის ინგლისში თვალის ოპერაციას პირდაპირ ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე აკეთებდნენ. ამ დროს მედიცინის დონე ძალიან დაბალი იყო. ამიტომაც მაშინდელი ქირურგები ოპერაციებს ყოველგვარი საანესთეზიო საშუალების გარეშე ატარებდნენ. როგორც წესი, ასეთი ოპერაციები საზოგადოების თანდასწრებით სპეციალურ თეატრებში ხდებოდა. პაციენტი ამ დროს საშინლად ყვიროდა, ღრიალებდა და საზოგადოება ამ ყოველივეს აკვირდებოდა. შესაბამისად, ადამიანებს ძალიან დიდი შიში ჰქონდათ ოპერაციების მიმართ. ინგლისელი ექიმი ჯონ ტეილორი პირველი იყო, ვინც სცადა ეგრეთ წოდებული ზარმაცი თვალის დაავადების აღმოფხვრა ოპერაციით. როგორც წესი, დღეს ამ დაავადებას მარტივი გზით მკურნალობენ. ჯანმრთელ თვალს საფენით ხურავენ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ზარმაცმა თვალმა იმუშაოს. მაგრამ ტეილორი საოპერაციო მაგიდაზე აწვენდა პაციენტს და დაზიანებული თვალის კუნთების ქირურგიული მაგრატლით ამოჭრას ცდილობდა. ეს ყოველივე რეალობაში არ იძლეოდა შედეგს, თუმცა მაშინ ის ექიმი ასე ფიქრობდა. მთელი ეს ოპერაცია ცოცხლად ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე ტარდებოდა. წარმოდგენაც კი რთულია იმ საშინელი ტკივილისა, რასაც იმ დროს პაციენტი განიცდიდა. კენჭი თირკმელში. დასაწყისში ბევრისთვის ნაცნობ ტკივილზე ვისაუბროთ. რა მოხდება თუ კი ადამიანი საპირფარეშოში შევა და მისი საშარდე მილიდან მყარი კრისტალი გადმოვარდება? ეს ასე მარტივად არ ხდება. ამ ყოველივეს აუტანელი ტკივილი ახლავს თან. ეს მოგონილი ამბავი ნამდვილად არ არის. პოტენციურად ყოველი მეათე ადამიანი მიდრეკილია თირკმელში კენჭის გაჩენისკენ. ნაკლები სითხის მიღების შემთხვევაში სისხლში არსებული დაშლის პროდუქტები თირკმელში კრისტალებს წარმოქმნიან. დროთა განმავლობაში ეს კრისტალები შესაძლოა დაგროვდეს და მყარი ქვის მსგავსი მასა წარმოიქმნას. უმეტესწილად ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არ სვამს საჭირო რაოდენობის წყალს, მოიხმარს გარკვეული ტიპის მედიკამენტებს ან აქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რაც საბოლოოდ შარდში იწვევს გარკვეული კრისტალების წარმოქმნას. მას შემდეგ, რაც თირკმელის კენჭი წარმოიქმნება, თქვენი სხეული მისი ორგანიზმიდან გამოდევნას შარდთან ერთად ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის. თუ კი პატარა ზომის არის კენჭი, მაშინ მისი არსებობა შეიძლება ვერც გაიგოს ადამიანმა და შარდთან ერთად უმტკივნეულოდ გამოიყოს. ჩვეულებრივი სიმპტომები მაშინ ვითარდება, როდესაც თირკმლის კენჭი შარდსაწვეთში გავლას იწყებს. რა ხდება ამ დროს? შარდსაწვეთი ვიწრომილია, ამიტომაც თირკმლის კენჭი მასში გავლისას იწვევს ტკივილებს და ინფექციას. მაგრამ ხშირად ვერ გამოიყოფა გარეთ კენჭი და თირკმელებში გროვდება. შესაბამისად, ის საშარდე გზების ბლოკირებას ახდენს. შედეგად თირკმელი შეშუპება ხდება და ორგანიზმის მოწამვლა იწყება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე ადამიანი ასე დიდხანს ვერ იცოცხლებს. ამ დროს ტკივილი, რასაც ადამიანი განიცდის, ძალიან ძლიერია. ერთმა პაციენტმა თირკმლის სადინარის დაკეტვის ტკივილი ასე აღწერა: თითქოს ვიღაც გავარვარებულ რკინას გირჭობს სხეულში და ატრიალებს. ეს პროცესი კი ძალიან დიდხანს გრძელდება. რადგანაც თირკმლის კენჭებზე ვსაუბრობთ, აქვე გეტყვით გასაოცარ სტატისტიკას. უბრალოდ რეკორდს. ერთი ადამიანის თირკმელიდან 172,155 პატარა კენჭი ამოიღეს ოპერაციის დროს. მოკლედ, აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს, უბრალოდ დალიეთ საჭირო რაოდენობის წყალი ყოველდღიურად. მომაკვდინებელი გიმპი. ეს ერთგვარი ჭინჭრის მაგვარი მცენარეა. უბრალოდ ცოტა დიდი იზრდება და დაახლოებით 2 მეტრამდეა სიმაღლეში. მისი სახელია გიმპი. ავსტრალიაში ადგილობრივები მას თვითმკვლელთა მცენარეს უწოდებენ. გიმპით დასუსხული ადამიანი ტკივილისგან იტანჯება დღეები, კვირები და შეიძლება წლებიც კი. მცენარის ფოთლები დაფარულია წვრილი ეკალის მსგავსი ნემსებით. ის უფრო მეტად ბუსუსებს გავს, რომელიც ნეიროტოქსინს შეიცავს. როდესაც ამ ბუსუსს ადამიანი გამოედება, ის ტყდება და კანში 6 თვემდე რჩება. ადამიანს მით უფრო მეტად ტანჯავს, რაც უფრო მეტად მოიქავებს ის. საშინელი ტკივილის გარდა გიმპი ალერგიულ რეაქციასაც იწვევს, შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება. საშინელობა კიდევ ისაა, რომ ეს ბუსუსები წყდება ძლიერი ქარის დროს და ჰაერის ნაკადს მიყვება, ასე რომ შეიძლება ისეთ დროსაც დაისუსხო, როცა მცენარესთან საერთოდ არ ხარ ახლოს.
ამ ბუსუსების შესუნთქვის შემთხვევაში იწყება ყელის დამწვრობა და ცხვირიდან სისხლის დენა. ვისაც გამოუცდია გიმპი შხამი ამბობს, რომ მსგავს ერთდროულად ცეცხლითა და მჟავით დაწვას და ზედ კიდევ დენის დარტყმას. მცენარე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჯუნგლებში იზრდება და თეთრკანიანთა შესვლის შემდეგ მალევე უწოდეს მას თვითმკვლელთა მცენარე. ისტორიის მანძილზე მას არაერთხელ დაუსუსხავს ცხენები. საბრალო ცხენები იმდენად ძლიერ ტკივილს განიცდიდნენ, რომ კლდიდან ხტებოდნენ და კვდებოდნენ. ენრი რაიდერი ავსტრალიელი მცენარეების მკვლევარი თავად დარწმუნდა ამ ყოველივეში. ერთხელ 1970-იან წლებში ავსტრალიის ტყეში სიარულისას მან ფეხი დააბიჯა გიმპის ძირს. მცენარე გადაიხარა. ხოლო როგორც კი კაცმა ფეხი მოაშორა, მცენარე პირდაპირ სახეში მოხვდა. მომენტალურად საშინელმა ტკივილმა შემოუტია, რომელიც მისივე თქმით, სხვა ყველა ნებისმიერ ტკივილზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო. მთელი 3 დღის განმავლობაში მას არ შეეძლო დაძინება ტკივილის გამო. როდესაც ცოტა ჩაყუჩდა, ტკივილი მოუსვენრობა და სიმხურვალე დასუსხულ ადგილებზე კიდევ 3 კვირის განმავლობაში აწუხებდა. სრული 2 წელი დასჭირდა, რომ საბოლოოდ გამქრალიყო მტკივნეული წერტილები მისი სხეულიდან. ასე რომ, გიმპის მიერ დასუსხვა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამეა მსოფლიოში. თვალის დამწვრობა. ალბათ ყველა ჩაგვარდნია თვალში წამწამი. ეს საკმაოდ უსიამოვნო მომენტია და შეიძლება ითქვას, რომ მტკივნეულიც. მაგრამ ჩვენ თვალის დამწვრობაზე ვსაუბრობთ. სანტექნიკოს სახელად ჰარი ნიკოლსი დამხმარესთან ერთად სახლში წყლის გაყვანილობას აკეთებდა და სპილენძის მილებს ადუღებდა. შედუღების დროს დამხმარემ გადაწყვიტა ჩაქუჩის დარტყმით გაესწორებინა მილი. დარტყმისთანავე დამდნარი კალა მაშინვე თვალის გუგაში მოხვდა ჰარის. თვალის დამწვრობამ იმ წამსვე საშინელი ტკივილები გამოიწვია. მაგრამ ასეთ დროს ტკივილი არ ჩერდება ერთ ან 2 დღეში. როგორც წესი, თვალის დამწვრობის დროს ტკივილი რამდენიმე დღეს ან კვირას გრძელდება. რთულია სინათლეზე გაჩერება და თვალის გახელა. ეს ტკივილი აუტანელია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს ცხოვრებაში. ჰარი ამბობდა, რომ ეს ტკივილი ჰგავდა თვალში ქვიშის მოხვედრის ტკივილს. ოღონდ თითქოს და ვიღაც ქვიშას უფრო და უფრო ამატებდა და თან თვალში თითით აწვებოდა. ეს საშინელებაა. საბედნიეროდ ექიმებმა შეძლეს და შეუნარჩუნეს ჰარის მხედველობა. იარაკი 10 დღეში მოშუშდა. პოდაგრა. ართრიტი ეს სახსრების დაავადებაა, რაც როგორც წესი ასაკთან ერთად ვლინდება. თუმცა ხვდებით მის უფრო აგრესიულ ფორმასაც, ეს კი პოდაგრა. ეს არის ართრიტის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, რომელსაც მწვავე ტკივილის მოულოდნელი შეტევები ახასიათებს. პოდაგრის შეტევას სახსრებში ჩალაგებული შარდმჟავას მარილები იწვევს. სახსრებში მათი ჩალაგების მიზეზი კი სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებაა. რა არის ახლა ეს შარდმჟავა? ის ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთიერებების პურინების დაშლის შედეგია. ორგანიზმში წარმოქმნილი შარდმჟავა თირკმელების საშუალებით გარეთ გამოიდევნება. ეს ფიზიოლოგიური მექანიზმი შეიძლება დაირღვეს იმ შემთხვევაში, როდესაც შარდმჟავა მეტისმეტად ბევრია ან თირკმელები სათანადო რაოდენობით მის გამოდევნას ვერ ახერხებენ. პურინების მთავარი წყარო, როგორც ცნობილია, არის წითელი ხორცი, ტკბილეული და ალკოჰოლი, განსაკუთრებით ლუდი. როდესაც ადამიანი განსაკუთრებით ბევრ ლუდს სვამს ან მიირთმევს ბევრ ხორცს და ტკბილს, პოდაგრას განვითარების რისკიც იმატებს. ამ შემთხვევაში სისხლში შარდმჟავას დონე იმატებს და სახსრებში და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ბასრი ნემსისმაგვარი კრისტალების ფორმირებას იწვევს, რაც შემდგომ ტკივილის მიზეზი ხდება. პოდაგრის პირველი შეტევა როგორც წესი ღამით აღმოცენდება ხოლმე. ის გამოწვეულია შარდმჟავას დონის უეცარი მომატებით, მაგალითად დიდი რაოდენობით ხორცის მიღების ან ბევრი ლუდის დალევის შედეგად. პოდაგრა ძალიან მტკივნეულია. ტკივილი გამოწვეულია დაზიანებული ადგილის ანთებით და შეშუპებით. პოდაგრის უეცარი შეტევა შეიძლება გაგრძელდეს საათების განმავლობაში ან რამდენიმე დღესაც კი და თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილი. პაციენტს აღვიძებს ძლიერი ტკივილი ერთ სახსარში, უპირატესად ფეხის ცერა თითში. სამედიცინო ჩარევის გარეშე ტკივილი ჩვეულებრივად რამდენიმე დღეს გრძელდება. საინტერესოა, რატომ გროვდება კრისტალები მაინც და მაინც ფეხის ცერა თითის სახსართან. როგორც წესი, შარდმჟავა ტემპერატურაზეა დამოკიდებული. გრძნობიარეა მის მიმართ და რადგანაც ჩვენ სხეულში ფეხის ცერა თითის სახსარი ყველაზე შორს არის გულისგან, შესაბამისად სხეულში ყველაზე ცივი ადგილიც ის არის. ამიტომაც აქ მარტივად გროვდება კრისტალები. როდესაც ადამიანს უჩნდება პოდაგრა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სახსარში ასობით პატარა კრისტალი აქვს ჩალაგებული. სწორედ ეს კრისტალები იწვევს იმ აუტანელ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი ებრძვის. ძველ დროში პოდაგრას მეფეების დაავადებას უწოდებდნენ, რადგანაც მხოლოდ მდიდარ ხალხს შეეძლო იმდენი ხორცი და ლუდი დაელია, რომ პოდაგრა განვითარებულიყო მის სახსრებში. ისტორიის მიხედვითაც სწორედ მეფეებს და დიდგვაროვნებს უფრო მეტად უჩნდებოდა პოდაგრა, ვიდრე ჩვეულებრივ ღარიბ ადამიანს. ერთის მხრივ პოდაგრა არისტოკრატიის სიმბოლოც კი გახდა მე-18 საუკუნეში. ზოგიერთი დიდგვაროვანი მედიდურად წარმოაჩენდა თავის გასიებულ სახსრებს და ამით ტრაბახობდა კიდეც. საკმაოდ უცნაურია.
როგორია ქალის მოხიბლას რომ ცდილობ შენი გასიებული ფეხის ტერფით საშინელება. სახიფათო კრაზანა. გახსოვთ ვიდეოს დასაწყისში კრაზანას ნაკბენი ვახსენეთ. თუმცა ეს კრაზანა, რაზეც ახლა მოგიყვებით, არ არის ჩვეულებრივი. მის ნაკბენს ისე მარტივად ვერ გადაიტანს ადამიანი, როგორც ეს ჩვეულებრივი კრაზანის შემთხვევაში ხდება. მას ტარანტულას კრაზანა ჰქვია. ამ კრაზანას გააჩნია ძალიან წვეტიანი ნესტარი, რომელსაც ყველა ტარანტულა გაურბის. რადგანაც მათ კარგად იციან, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი კრაზანა მათ სხეულში თავის ნესტარს ჩაასობს. თავად ტარანტული ძალიან შხამიანი ობობაა, მაგრამ მისი სრული პარალიზება შეუძლია ამ კრაზანას. აღნიშნული სახეობა 2.5-ჯერ დიდია ჩვეულებრივ კრაზანაზე. მისი სიგრძე დაახლოებით 11 სანტიმეტრს აღწევს. როგორც მწერების ექსპერტი ჯასტინ შმიტი ამბობს, როდესაც ადამიანს ეს კრაზანა უკბენს, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს, უბრალოდ უნდა დაწვეს ძირს და იყვიროს, რადგან ფიზიკურად სხვა რამეს ვერ იზამ. საშინელი ტკივილი და სხეულის პარალიზება გარანტირებულია. ჯასტინის თქმით, ამ კრაზანის ტკივილი მსოფლიოში რიგით მეორეა. პირველ ადგილზე კიდევ ერთი მწერია. თუ გაინტერესებს ვიდეო, მაშინ ბოლომდე ნახე და გაიგებ, რომელია პირველ ადგილზე მყოფი მწერი. რაც შეეხება ტარანტულის კრაზანას ნაკბენს, პარალიზება და ტკივილი მხოლოდ 5 წუთს გრძელდება, მაგრამ ეს 5 წუთი ადამიანისთვის ნამდვილი სატანჯველია. ფეხის გული. ოთახში მიმოფანტული წვრილი სათამაშოსთვის თუ დაგიბიჯებია ფეხი, მაგალითად ლეგოს სათამაშო. თუ კი შენს გამოგიცდია ეს ტკივილი, მაშინ დალაიქე ვიდეო. ფეხის გული საკმაოდ მტკივნეული ადგილია. ხშირად სწორედ ფეხის გულის დაზიანებით მწარდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად. ფეხის გული და ნეკათითიც იქვეა, მაგრამ რა უნდა თქვას ამ საბრალო ადამიანმა? ეს ალბათ ძალიან მტკივნეული იქნებოდა. ზოგადად ფეხის გულის დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილის გამომწვევი რამეა ადამიანში, რადგან ეს უბანი ნერვული დაბოლობების თავშეყრის ადგილია. ანუ, უამრავი ნერვული დაბოლოებაა შესაბამისად, სადაც ბევრია ნერვული დაბოლოება, იქ უფრო საგრძნობლად დიდია ტკივილი. შედარებისთვის ხელის გულზე საშუალოდ 17,000-მდე ნერვულ დაბოლოებას ხვდებით, ხოლო ფეხის გულზე დაახლოებით 200,000-მდე ნერვული დაბოლოებაა. რატომ აქვს ადამიანს ამდენი ნერვული დაბოლოება ფეხის გულზე? პასუხი მარტივია, უფრო მეტი მგრძნობელობისთვის. ადრე ხომ არ არსებობდა ისეთი ფეხსაცმელი, როგორც დღეს გვაქვს. ასეთი კი არა საერთოდ არ ეცვა ადამიანს ფეხზე. სწორედ ნერვული დაბოლოებებით ხვდებოდა ადამიანი როგორც ზედაპირზე გადაადგილდებოდა და შესაბამისად შეეძლო განესაზღვრა თუ სად იყო საფრთხე. ადამიანი ხვდებოდა სად უნდა დაებიჯებინა ფეხი და სად არა. ასე რომ არ ყოფილიყო ყოველი ნაბიჯი ტრამვით დასრულდებოდა. კვლელი თევზი. გიყვართ თევზი? თევზებზე ერთი ცუდი რამ უნდა გითხრათ. თევზებზე არა ერთ კონკრეტულ სახეობაზე. ეს კანდირუა, მცირე ზომის თევზი. არ ვიცი ხსმენიათ თუ არა მის შესახებ, მაგრამ ეს ისაა, რომელსაც ყველა ადამიანი უნდა მოერიდოს. მოკლედ, ამაზონის მდინარე რომ უამრავი სახეობის თევზის თავშესაფარია, ეს უკვე ვიცით, მაგრამ თევზი ადამიანს სასქესო ორგანოდან სხეულში უძრება და იქ usახლდება. ეს თევზი თითქმის გამჭვირვალეა. 2 სანტიმეტრ ნახევარია სიგრძით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იბანაოთ საცვლების გარეშე ამაზონის წყლებში. კანდირუ ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ შარდის ბუშტში usახლდება და შიგნიდან იწყებს მის ჭამას. იწვევს აუტანელ სისხლდენას, წვას, ტკივილს და ძირითადად ოპერაციის მეშვეობით არის შესაძლებელი სხეულიდან მისი გამოდევნა. დროული ქირურგიული ჩარევის გარეშე საქმე ლეტალურ დასასრულამდე მიდის. საქმე იმაშია, რომ კანდირუ არა მხოლოდ ადამიანისთვის არის საშიში, არამედ სხვა თევზებისთვისაც. ის ჩვეულებრივი ვამპირია. ჩვეულებრივი სისხლის მწოველი თევზი, რომელიც შედარებით დიდი ზომის თევზებსაც უმწარებს სიცოცხლეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს თევზი ჩვეულებრივი პარაზიტია და სხვა თევზებს უძვრება ლაყუჩებში, არღვევს თევზის ქსოვილს და გამოსული სისხლით იკვებება. იქ კი დაახლოებით 5 წუთს ჩერდება. სწორედ სისხლის წოვის გამო შეარქვეს მას ბრაზილიური ვამპირი. სხვა ყველა ზემოხსენებული ტკივილის შემსუბუქება ან განკურნება შეიძლება, თუმცა ფიბრომიალგია არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ზოგადად მომატებული მგრძნობელობა. ფიბრომიალგიას ახასიათებს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ტკივილი, გადაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამ დაავადების დროს ტკივილი არ ძლიერდება. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ფიბრომიალგიის დროს ტკივილის შეგრძნების გაძლიერება თავის ტვინში მისი აღქმის ცვლილების შედეგია. ჩვენი ტვინი უბრალოდ უფრო მძაფრად აღიქვამს ნებისმიერ ტკივილს. სიმპტომები ზოგჯერ ფიზიკური ტრამვის, ქირურგიული ოპერაციის, ინფექციის ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ იჩენს თავს. ზოგჯერ კი ეს ყველაფერი ეტაპობრივად ვითარდება, თვალსაჩინო მიზეზების გარეშე. ასეთი დაავადების დროს ნებისმიერი ჩვეულებრივი ტკივილი, რაც კი შეიძლება ადამიანმა ცხოვრებაში განიცადოს, ზოგჯერ 10-ჯერ უფრო მტკივნეულად აღიქმება ჩვენი ტვინის მიერ. უბრალოდ მუხლის მაგიდის კუთხეზე მირტყმა ისეთივე მტკივნეული იქნება, როგორც წვივებში გადამტროვა. დაავადებული ადამიანი გამუდმებით იტანს ტკივილს, მისთვის რთულია მობილიზაცია გონების გაფანტულობის გამო.
რადგანაც ჩვენი ტვინი მუდამ რეაგირებს ტკივილზე. ფიბრომიალგია არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტებით მისი მართვაა შესაძლებელი. ნებისმიერი ბიჭი გეტყვით თუ როგორი მტკივნეულია, როდესაც მათ ისეთ ადგილში ხვდება რაიმე, რაც მოკლედ ხო ხვდებით. ახლა რამდენი ბიჭს გაახსენდა ის საშინელი ტკივილი, რაც ალბათ ნებისმიერს გამოუცდია. ალბათ ეს ბიჭებს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდიათ. ზემოთ ნერვულ დაბოლოებებზე ვისაუბრეთ. შესაბამისად ამ უბანში ტკივილის მაღალი მგრძნობელობა. სწორედ ნერვული დაბოლოებების სიმრავლის შედეგია ეს ყოველივე. ოღონდ ამ შემთხვევაში ერთი დიდი განსხვავებაა. მამაკაცის სათესლე ჯირკვლები დაუცველია. სხეულის სხვა ნაწილში, სადაც მრავლადაა ნერვული დაბოლოება, დამცავი ხშირად არის ძვალი, ცხიმი, კუნთი ან სქელი კანი, მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ამიტომაცაა განსაკუთრებით მტკივნეული იქ დარტყმა, მაგრამ რაღაც ბევრად უფრო უარესიც შეიძლება მოხდეს. სათესლე ჯირკვლების დაავადების დროს მამაკაცს აწუხებს საშინელი ტკივილი, რომელიც მარტივად არ ჩერდება. კვლელი მედუზა. ზაფხულის ცხელ დღეებში იდეალურად ისვენებს ადამიანი ოკეანის სანაპიროზე, მაგრამ იცით რამ შეიძლება გაგიფუჭოთ დასვენება? აი წარმოიდგინეთ, მიცურავთ ზღვაში და ამ დროს ვიღაც უკნიდან მოგეპარათ და ელექტრობურღით დაიწყო თქვენი ზურგის გახრეტა. რა სისულელია ხა იფიქრებთ თქვენ, მაგრამ სწორედ აი ასეთ ტკივილს იწვევს მედუზა, რომელზეც ახლა მოგიყვებით. 17 წლის ავსტრალიელი თინეიჯერი გოგონა მოულოდნელად სანაპიროზე დაეცა და საშინელი ტკივილისგან გულყრა დაემართა. რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, ეს შხამიანი მედუზას ნაკბენმა იმსხვერპლა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ მედუზას ზომა ადამიანის ფრჩხილის ზომისაა. ისინი ძირითადად ავსტრალიის სანაპიროებზე ბინადრობენ. ამ მედუზის ტოქსიკური შხამი მომაკვდინებელია და საშიშია. ის ანადგურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას და კანის უჯრედებს და რაც ყველაზე მთავარია, კბენას თან ახლავს აუტანელი ტკივილი და ადამიანი უბრალოდ შოკში ვარდება ამ ტკივილისგან, გულყრა ემართება. ამის გამო ადამიანი წყალში იძირება თუ კი ის მიცურავს, ან გული უჩერდება შუა ზღვაში. შარდის სისხლის ფილტრაციის შედეგად თირკმელებში წარმოიქმნება და შარდსაწვეთის გავლით ჩაედინება შარდის ბუშტში. შარდის ბუშტი საჭიროების შემთხვევაში იკუმშება და შარდს ურეთრაში უშვებს. საიდანაც კი საბოლოოდ გამოიდევნება გარეთ. ჩვენ ზემოთ თირკმელში კენჭებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ასეთ დროს ხშირად საჭირო ხდება სპეციალური მილის ჩაყენება ადამიანის საშარდე გზებში. თითქოს და კენჭის გავლით გამოწვეული ტკივილი არ იყო საკმარისი, ახლა ეს. თუმცა აქ სხვა გზა ნამდვილად არ არის. ადამიანს გარკვეული დროის გატარება უწევს კათეტერთან ერთად. მისი ჩასმა საკმაოდ მტკივნეულია. რაც არ უნდა იყოს, ის ხომ არაა ჩვენი სხეულის ნაწილი და შეხებისას ორგანიზმიც რეაგირებს. თანდაყოლილი შედეგებიც არაა სასიამოვნო. მუდმივი დისკომფორტი, მუდმივი მოშარდვის სურვილი და ტკივილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მოდესღაც, როდესაც საქმე დასრულდება, ეს მილი ისე უკან უნდა გამოიღოს ექიმმა. ამ ტკივილის წარმოდგენაც კი საშინელება. შხამიანი ჭიანჭველა. ზემოთ, როდესაც ტარანტულას კრაზანაზე ვისაუბრეთ, ვთქვით, რომ მისი ნაკბენი რიგით მეორეა, მაგრამ რომელია ის პირველი მწერი მსოფლიოში, რომლის ნაკბენიც ყველაზე ძლიერ ტკივილს იწვევს? ეს ეგრეთ წოდებული ტყვია ჭიანჭველა. მისი ნაკბენი აღიარებულია როგორც ყველაზე მტკივნეული ნაკბენი მწერებს შორის. ფოტოზე მოცემული ჭიანჭველა 2 სმ-ნახევარია სიგრძით. მისი ნაკბენი უაღრესად მწარეა. საინტერესოა, რომ ნაკბენის ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში და ძალით უდრიდეს 30 უზარმაზარი კრაზანის ნაკბენს. მწერების ძლიერი შხამის შემადგენლობა შეიცავს პარალიზებელ ნივთიერებას. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ალერგიული ადამიანისთვის ნაკბენი შეიძლება ფატალური იყოს და სიკვდილით დასრულდეს. ზემოხსენებულმა მწერების მკვლევარმა შმიდტმა აღწერა ამ ჭიანჭველას ნაკბენისგან გამოწვეული ტკივილი. თითქოს გავარვარებულ ნაკვერჩხალზე მიაბიჯებდა თან ამ დროს ტერფებში 20 სანტიმეტრიანი ლურსმები გაქვს შერჭობილი. მოკლედ, არავის უსურვებთ ამის გამოცდას. აი ასეთი საშინელი ტკივილი შეიძლება განიცადოს ადამიანმა სიცოცხლის განმავლობაში. არც ერთ თქვენგანს არ გისურვებთ ამ ტკივილის გამოცდას. ჩვენი ვიდეო კი მთლიანობაში დასასრულს მიუახლოვდა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ შემდეგს. დროებით.